ეხლა გადავახოთ ფოტოსთან და ფოტოს შეიძლება მაინც ზოგიერთები მას მერე რაც აქცენტი დაიწყო მაგალითად მანია თანაშრომლობ განათლების სფეროში და შეიძლება საინტერესო იყოს იმისი გაგებაც ის მოსანებაში რამდენად უკავშირდება თორე განათლებას ის რასაც აკეთებს ეს ბატონო, დიდი მადლობა, თან საინტერესოა. იშვიათია რაღაც ესეთი ტიპის შეხვედრები და კარგია რომ გვეძლევა ამის შესაძლებლობა. ხო, ბევრი რამე შეიძლება ითქვას, პრინციპში რაც ეს პროტესტი თუ არჩევნების შემდგომ არჩევნებამდე რაღაცთან აქტიურობდით და ვცდილობდით მასწავლებლების მობილიზებას. და მაშინ ცხადია მათი აქტივობაც გაცილებით უფრო მეტი იყო, გაცილებით უფრო ხმამაღალი იყო და გაცილებით უფრო თამამები იყვნენ არჩევნების შემდგომ და განსაკუთრებით აი რაც რო გადიოდა მათი აქტივობაც და ეს ბრძოლის უნარიანობაც იკლებდა. თან ვთქვათ ჩვენს უკვე ცოტა სხვა კუთხით წარმოვაჩინეთ ჩვენი თავი და ამიტომ ჩვენთან სიახლოვეც უკვე აღარ იყო ისეთი მათთვის ცოტა საშიში გახდა. მაგრამ მასწავლებლებს რომ იმას რა ქვია თავი დავანებოთ, ანუ არჩევნების შემდეგ აი ეხლა ეს საზოგადოებრივი მოძრაობის პროტესტი არის ცნობილი, მაგრამ იქამდე აი დათაც იყო ჩართული ერთად ვაკეთებდით, რაღაცა ბევრი რაღაცის ცდელობა გქონდა და რაღაცნაირი ექსპერიმენტირება იყო ეს ხშირად ამ ტერმინს კი ნეგატიურად იყენებენ ხოლმე, მაგრამ პრინციპში ეგ იყო ხო, ანუ ჩვენ არ ვიცით თქვა რა გაამართლებს, რა არ გაამართლებს, რა იმუშავებს, რა არ იმუშავებს და გულმოდგინედ რაღაცა ცდელობები გქონდა, იქნებოდა ეს თქვა რაღაცა აქტივობები თქვა ავტობუსებში ავდიოდით და რაღაცებს ვიძახდით ხოლმე თუნდაც იმეებში რა ქვია მეტროებში დავდიოდით და ასე შემდეგ და შემდგომ მოკლედ რაღაცა აქედან გამოვიდა. თვითონ ამ ტელევიზიის მარშრუტით რაღაც ანალოგიური სიტუაცია იყო, ეს არ იყო რაღაცა დაგეგმილი იყო ამ გზით წავიდოდა, რა გზითაც წავიდა, მით უმეტეს რომ ამას რაღაცა ყოველდღიური სახე ექნებოდა. ჩვენ განათლების არის ესეთი მოძრაობა, ქართული განათლება საფრთხეშია და მათთან ერთად ვფიქრობდით, რომ უშუალოდ რაღაცა განათლების თემატიკაზე კონკრეტული მოთხოვნები ჰქონოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ამ დროს დაანონსდა ეს აქცია, რომელიც რა ქვია ის წინაპრების ჯგუფმა დაანონსა. და შემდგომ რომ მივედით მე ვთხოვეს რომ რაღაცა თუ მქონდა უკვე რომ იქ მიმეტანი და ამით დავხმარებოდი და მივედი მეც ისედაც ვაპირებდი მისვლას და ანუ ჩემი ერთ-ერთი κρიტიკა ამ აქციების დროს, განსაკუთრებით ხალხმრავალი აქციების დროს და პრინციპში საზოგადოების კრიტიკაც იყო, რომ რაღაცნაირად თქვათ აი ამ აქტივისტები იქნებოდნენ თუ პოლიტიკური პარტიები თუ საზოგადოებრივი ჯგუფები, მათი სიტყვის ფასი იყო დაკარგული, ხო, ანუ აი რასაც არ ამბობდნენ, დობა საზოგადოებას ნაკლები ჰქონდა, ხო, იმიტომ რომ თქვათ ხშირად იყო რომ რაღაცა ჟღერდებოდა რაღაც მოთხოვნები, რომელიც აი ვიცოდით რომ აპრიორი ვერ გაკეთდებოდა პირობითად თქვა რომ რაღაცა ახლა 1 საათი რაღაცას ვიზავდა და თუ ეს არ იქნება მე რაღაცა გადავატრიალებ ყველაფერს და ანუ ეს აპრიორი არ გამოვიდოდა ვიცოდით და ამ შემთხვევაში თქვა ჩემთვის ძალიან პრინციპული იყო მოთხოვნა ეს მენეჯმენტის ცვლილების, რომელიც ჩემ მიერ დაყენებული მოთხოვნა არ იყო, უბრალოდ იქ რაღაცა საზოგადოება მით შეიკრიბა, ერთობლივად ეს მოთხოვნა დაგეგმდა. და შემდგომ უკვე ეს მოთხოვნა რომ დადგა, ჩემთვის უკვე პრინციპული საკითხი იყო, რომ რაღაცნაირად თქვა რაღაცა ჯგუფი ყოფილიყავით, რომელიც ამ მოთხოვნას გავყვებოდით და ესეც არ იქნებოდა ასე თქვა სტანდარტული წამოსვლელი ფრაზა, რომ აი ხა რაღაცას ვამბობთ და მე ამას აღარ მივხვევით, ხო და ეს პრინციპში არის ჩემთვის პრობლემა. ამიტომ მე რაღაცნაირად მომდე გავყვევით და ეს რუტინა რომლის კრიტიკაც ასევე ისმოდა დიდ პროტესტში, უბრალოდ შემდეგ ვთქვათ მართლაც იმხელა იმათ გადაიქცა, რომ ის საზოგადოება, რომელიც რაღაც პერიოდი კრიტიკული იყო, ეს უკვე ნაკლებად კრიტიკული არის, ან მინიმუმ იმას ამბობს, რომ დავანებოთ თავი, რაც უნდა ის უკეთებიათ და
ჩვენს პრინციპში ეს ლოგიკა გვაქვს, რომ ვინც თქვათ ჩვენთან ერთად არის, ვინც არ არის და გავუმარჯოს თავის გზაზე, თავის საქმე აკეთონ, ანუ მამის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვათ აი ამ პროტესტში ერთ-ერთი რაც გამოიკვეთა, რომ არის მნიშვნელოვანი, ეს არის რუტინა, რაღაცა დისციპლინა და პრინციპულობა, ხო? და აქ არ ვისაუბრებ მარტო ამ რაღაცას. პირიქით დიდ პროტესტში, ხო, რომ ეს ყოველდღიურობა რომ არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანი გონია. მეორე საკითხი, რაშიც დავეთანხმები, ჩემს წინა გამომხსნეს, რომ ეს არ უნდა იყოს რაღაცნაირად ექსკლუზიური პროტესტი. აქამდე ესე იყო ხოლმე და სამწუხაროდ ძალიან ბევრი არის ნამუშევარი იმაზე, რომ საზოგადოება არის დახლეჩილი პრინციპში თუნდაც გაათლების სისტემაც ჩემი კრიტიკა სისტემის ის არის, რომ პირიქით უფრო რაღაც ამ სტრატიფიკაციას უფრო ემსახურება, ვიდრე ვთქვათ რაღაც სოციალიზაციას, ხო და ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაცა კონკრეტული ჯგუფები კონკრეტულ სკოლებში სწავლობენ მაგალითად, ხო, ეს იქნება კერძო ელიტური სკოლები თუ ეს იქნება ვთქვათ რაღაცა თბილისში საჯარო სკოლები, რომლებიც ასევე ელიტურად ითვლებიან და იგივე არ უნდა დაემართოს ჩემი აზრით ამ პროტესტს და რასაც ჩვენ ვცდილობთ ამ შემთხვევაში გულისხმობ მოძრაობას სოციალური დემოკრატიისთვის, რომელსაც მე წარმოვადგენ ამაზე խոսებას ვიტყვი. ეს არის რომ აი რეგიონული წინააღმდეგობების შემოყვანა ამ პროტესტში ეს იქნება ვთქვათ დიდ ქალაქებში ვთქვათ რომლებიც ისედაც აქტიურები არიან თუ შედარებით პატარა პროტესტები როგორც არის ვთქვათ ვალდის კანიონისთვის, ლიონის ხეობა, ჭიათურა, სულორი, სურები და ასე შემდეგ, ხო? და ერთ-ერთი კრიტიკა ასევე რაც იყო პოლიტიკური პარტიებისადმი, ეს იყო რომ ვთქვათ აი ნაკლებად მუშაობდნენ ისინი აი ესეთ რაღაცა პერიფერიებთან, ხო? ეხლა აი როგორც ისე ვთქვათ ნიუ-იორკის მერობის ერთ-ერთი კარგი კანდიდატი ზოჰრან მამდანი, რო კითხეს რომ ვთქვათ მისი წყალებში წარმატების ფორმულა რა არის, თქვა რომ რაღაცა 1.5 მილიონი ადამიანთან პირისპირ ვიყავი შეხვედრაზე და მე მგონია რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცნაირად მithumetes ამ კონტექსტში როცა პროპაგანდა არის ძალიან ძლავრი ადამიანებთან გქონდეს პირისპირ კომუნიკაცია. უბრალოდ პირისპირ კომუნიკაცია არ გულისხმობს ვთქვათ არჩევნების წინ ერთჯერადად რაღაცა ვიზიტს და ისიც ხშირ შემთხვევაში არ ავთემდოს, ხო? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ კავშირი დამყარდეს და ეს კავშირი ვერ დამყარდება ერთჯერადი რაღაცა ქმედებები, ხო და ერთჯერადად ჩასვლით და გამარჯვება ნახვამდის, ამით ვერ დამყარდება. გარდა ამისა, ვთქვათ ამ კავშირისთვის მნიშვნელოვანია რაღაცა მუდმივი ძალისხმევა იმ კონკრეტული ჯგუფებისგან, ხო? მაგალითად ეხლა დღეს არის 6 საათზე ეს თვალჭრეძის ქუჩაზე გამოსახლებულების აქცია, ხო და იქაც ვთქვათ საზოგადოების თანმიმდევრობა სამწუხაროდ არ არის ისეთი, როგორც უნდა იყოს, ხო და შემდეგ ეს თემები იკარგება ხოლმე. არადა ვთქვათ რამდენი თემა არის, ხო, ეგ რაღაცა ყოფითი საკითხებით დაწყებული, ვთქვათ უფრო ისეთი პოლიტიკური თემებით გაგრძელებული. აიტომ ამასაც ჭირდება ესეთი მიყოლა და ყურადღება, ხო, რაღაც პასუხისმგებელი პირების გამოყოფა და ვინც ვთქვათ რეალურად ამ საკითხებზე იმუშავებს, რაც სამწუხაროდ არ ჩანს ხოლმე და რუსულში უფრო მეტად ჩანს ვთქვათ ჩვენი პოლიტიკური პარტიების ვიზიტები, ვიდრე ვთქვათ აი ამ ჯგუფებთან, ხო და რაც ნამდვილად არ არის სწორი. თავისუფლად ცხადია რომ ვთქვათ არ არის მარტივი იყო პოლიტიკური მოძრაობა თუ პოლიტიკური პარტია, კრიტიკაც ძალიან ბევრი და ხშირ შემთხვევაში დამსახურებელიც არის, თუმცა თუ გაქვს პრეტენზია, მაშინ ამ მიმართულებით აუცილებლად მუშაობა არის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი რაც ჩვენ გვაკლია არის ზუსტად აი კავშირების აღდგენა, ხო? და შეკავშირება ერთმანეთთან სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან და იგივე ის მოძრაობა, რასაც მე წარმოვადგენ, არის ერთ-ერთი ასეთი მცდელობა, რომელიც წარსულში ძალიან ბევრჯერ იყო, მცდელობები, რომ რაღაცა მემარცხენე ჯგუფები გაერთიანებულიყვნენ, ხშირ შემთხვევაში არისტოტელის მიმართულებითაც დასულა მათი და ჩვენი შეიძლება ქმედებები, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ჯერჯერობით ესეთი წარმატებული მცდელობა, როცა ვთქვათ ეს მემარცხენე ჯგუფები გაერთიანდნენ, არ არის ეს რაღაცა იზოლაციონისტური მიდგომა, სადაც ვთქვათ რაღაცა ეს ვიწრო ჯგუფი შეიკრა და ერთმანეთში იხარშებიან, არამედ ვთქვათ პირიქით ვცდილობთ, რომ უფრო აქტიურები
ფართო საზოგადოებასთან და რასაც დღეს ვაკეთებთ, ანუ ახალისება დისკუსიის, ხო, იმიტომ რომ ჩვენ და დისკუსია პრინციპში დარიინო, ხო, ანუ რაღაცა სხვადასხვა მოსაზრებების მქონე ადამიანები ვერ ახერხებდნენ ერთმანეთთან ურთიერთობას და პირიქით თუ შენ რაღაც გასხოვს ეთქვი, всё, ერი ხარ და ეს პოლიტიკა იყო და ჩვენ რასაც ვცდილობთ ეს არის რომ რაღაცნაირად მოვახერხოთ და ეს სხვადასხვა ჯგუფები სხვადასხვა ჯგუფებმა ვისაუბროთ ერთმანეთთან და თვითონ ეს მოძრაობაც არის რაღაცა მიკრომოდელი ამის, იმიტომ რომ შიგნითაც თქვა ვარ ძალიან ბევრი ადამიანი, რაღაცა ეკლექტური ჯგუფი არის საკმაოდ, იმიტომ რომ თითქოს ერთი სიტყვა რაღაცა ერთ ფავში იმაშება ყველას, მაგრამ ეს მემარცხენეობაც არის როგორც ყველაფერი ალბათ რაღაცა ძალიან დიდი სპექტრი და მოიცავს თქვა უფრო ისეთ რადიკალურ მემარცხენეებს, ანარქისტებს, უფრო რაღაცა ესეთ ჯგუფებს, ისევე როგორც თქვა უფრო შედარებით ლიბერალურ ჯგუფებს და ამიტომ ჩემთვის ეს ცდილობაც იყო აი ამ წინააღმდეგობიდან წარმოვიდა პრინციპში ეს ცდილობა, თუმცა ბევრად ადრეულ ეს ცდილობაც არის ამის დასტური და საბოლოო ჯამში ხო ანუ ამ პროტესტში ჩემთვის გამძლეობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მგონია რომ ვინც უფრო ისეთი იქნება, რა ქვია, ვინც უფრო მეტ დარტყმებს აი ამ შოკს, რასაც ყოველდღიურად განიცდის, ვინც უფრო მეტად გაუძლებს და გულისხმობს წინააღმდეგობა თუ ვთქვათ ეს რეჟიმი, საბოლოოდ ის იქნება გამარჯვებული. მიუხედავად რომ რეჟიმს აქვს თავისი დანაკარგები და ეს დანაკარგები გამოწვეულია ჩვენი წინააღმდეგობებით, უნდა დავინახოთ ის ვთქვათ რასაც ჩვენ მივახციეთ, ასევე ის შეკავშირება საზოგადოების რაც ასევე გვაქვს რომ სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ელაპარაკებიან, ესეც აშკარად არსებობს და საზოგადოება არის ჩემი აზრით საკმაოდ ისეთი ცოცხალი, ვერ იქნება ისე რომ რაღაცა 50 დღე 100,000-ობით ადამიანი იქნება წინააღმდეგობაში, მაგრამ სხვადასხვა ჯგუფები არიან ძალიან აი ხა ფსიქომეურნეობა იმას რომ რამდენიმე უნივერსიტეტის რექტორი არის წინააღმდეგობაში ჩართული თითქმის ყოველდღიურად პროტესტში და ესეც უნიკალური შემთხვევა არის, მიუხედავად იმისა, რომ განხდება აბსოლუტურად მოთვინიერებულია სკოლამდელიდან, თქვათ ყველაზე უარესად და მე სასკოლო და მე უმაღლესი, მაგრამ თქვათ მასწავლებლებიც ხო არაერთი მასწავლებელი არის, ნინო დათაშვილი ახლა მაგალითი არის ხო მასწავლებლებს, რომელიც თქვათ აქტიური არის და დამწყდეული არის და ისიც არის და პირველი ვისაც თავს დაესწრა ერთ-ერთი პირველი რეჟიმი იყო ლადო აფხაზავა, რომელიც საჩვენებლად ასე ვთქვათ გაიმეთა, ხო? ესეც ვთქვათ მასწავლებლებისთვის იყო ნიშანი, რომ ჩუმად იყავთ, მაგრამ ძალიან ბევრი არის, ვთქვათ ათეულობით მასწავლებელი არის, ვინც ესე აქტიურად არის ჩართული და საბოლოო ჯამში მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დავეთანხმები ასევე ჩემს წინა გამოსვლებს, რომ ესეთ სულისკვეთებით, იმიტომ ვარ ალბათ ყველანი მე პირადად ჩართული, რომ გონია რომ ამ პროტესტის თუ ამ წინააღმდეგობის შემდეგ გვექნება რაღაც ახალი, რაც უკანასკნელი 30 წლის მანძილზე არ გქონდა, მე აგრეთულად ვარ განწყობილი წინა ხელისუფლების მიმართაც და ამიტომ მაქვს ხოლმე რაღაც ეს გაურება და თქვა ბევრი დაბრკოლება შორის ამ პროტესტში და ამიტომაც მგონია რომ ეხლა თქვა აი ამ პროტესტით სახალხო საზოგადოებრივი პროტესტით უნდა შევქმნათ რაღაცა სრულად ახალი, რაც აქამდე არ გქონია და მგონია რომ ამას მივახცევთ ისე თქვა აი რაღაცა ერთიანობით და თუნდაც განსხვავებულობის მიმღებლობით და იგივე სოლიდარობის, რასაც ეხლა